მე ამ კვირაში წავიკითხე მამპაისი მთაწმინდალის ცხოვრება და გამოვარჩევდი ერთ-ერთ ეპიზოდს. მამპაისი აწუხებდა ფილტვები და ამის გამო მას გაუკეთეს 10 საათიანი ოპერაცია. ხოლო ოპერაციის შემდეგ მან თქვა 4 ლიტრი სისხლი დაუვარე და ამასთან ერთად ერთი თვალით ვეღარც ვხედავდი, მაგრამ ამაზე არ ვწუხდი, რადგან ზოგიერთი ადამიანი დაბადებიდან ბრმაა. ხოლო მამპაისი ამით ჩვენ გვაუბნება, რომ უნდა ვიყოთ მადლიერები ყველაფრისა, თუნდაც მცირეოდენის, რადგან შეიძლება ზოგს საერთოდ არ ქონდეს. ეხლა გამახსენდა, გუშინ უყურებდით არასერიოზულ კაცში რომ მამა რო დაბრმავდება, გახსოვთ ეგ მომენტი და რო გამოვა და ეთყობაო, რაც სანახავი იყო, ყველაფერი ვნახეო. ეგ ზოგადად ქრისტიანის დამოკიდებულებაა. ეგ ხა ჩვენ ადვილად ჭიკჭიკებთ და ვლაპარაკობთ ამის შესახებ, მაგრამ აი სიტყვაზე ვამბობ, ვიღაცამ ფეხი მოიტეხა და ფეხბურთის თამაში უყვარს. და რო თქვას, მართლა აი გუწრფელად რო თქვას, რომ ეთყობა, რაც საჭირო იყო, უკვე ვითამაშე. ვიღაცას სიმღერა უყვარს და რაღაცა პრობლემა შეექმნა, ვეღარ მღერის. ეთყობა, რაც საკმარისი იყო, უკვე ვიმღერე. და ასე შემდეგ. აი ეს დამოკიდებულება ქრისტიანს რო ქონდეს, ეს საოცარია. ოღონდ ძალიან რთულია. ამას შრომა ჭირდება, რომ აი ამ ცნობიერებამდე მივიდეს. შინაგანად რომ მართლა ესეთი იყოს, თორე გარეგნულად შეიძლება თქვა ვიღაცის დასანახად, მაგრამ შინაგანად შენ ამ განწყობაზე არ იყო. ძალიან მნიშვნელოვანია.